გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი, ჟურნალისტი, თქვენ ჩემს არხზე ხართ და დღეს ეს არის სპეციალური ვიდეო. წლების განმავლობაში შეწყვეტილი და დღეს ოფიციალურად აღდგენილი მრავალეროვნული წვრთნების შესახებ. ჩემთან ერთად არის გიორგი შაიშმელაშვილი, მადლობა რომ დამთანხმდი. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც ეროვნული საფეხბურთო საბჭოში, ასევე თავდაცვის სამინისტროში და ძალიან კარგად იცის ამ წვრთნების არსიც, მნიშვნელობაც, როგორ შეწყდა და ცოტა ხანში მე ვილაპარაკებთ რატომ აღდგა. მანამდე სანამ დღევანდელ დღეზე გადავალთ, ძალიან მოკლედ რომ მოვუყვეთ მაყურებელს, რა ტიპის წვრთნები არის ეს, როდიდან ტარდება, რა მნიშვნელობის არის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს არის ეს სწავლებები და მრავლობითი იმიტომ ვამბობ, რომ რამდენიმე იყო ასეთი მსხვილი მასშტაბის სწავლება, თუმცა ორი იყო მაინც ყველაზე უფრო გამორჩეული, ერთს ერქვა ღირსეული პარტნიორი, Nobel Partner და მეორე ეს იყო Agile Spirit, რომელიც აი ახლა მიმდინარეობს. და ერთ-ერთი ყველაზე უფრო საზოგადოებისთვის ნაკლებ ცნობილია მისი მნიშვნელობა. რომ წარმოვიდგინოთ, ესე იგი ამ ორ სწავლებაზე საქართველოში ხდებოდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და 1000-დან 1500-მდე, ზოგჯერ 2000-მდე ცოცხალი ძალის გადმოსროლა. ანუ სწავლება იყო მიახლოებული მაქსიმალურად რეალობასთან, ანუ ეს არ იყო სამეთაურო საშტაბო რუკაზე მეცადინეობები, არამედ ეს იყო რეალური საბრძოლო კომპონენტის დატესტვა, სადაც აი ამ გადმოსროლი სამხედროებთან ერთად ხდებოდა სამხედრო ტექნიკის გადმოსროლა ქვეყანაში და ესე იგი აი რამდენიმე სწავლებაზე მაგალითად გქონია შემთხვევა, როდესაც თქვა იტალიიდან აფრენილი თვითმფრინავით დესანტირება მოხდა თბილისში ვაზიანში. ეგ რას ნიშნავდა, ხო? ეგ ნიშნავდა იმას, რომ ანუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ შემთხვევაში პირველ რიგში სამხედროები და ევროპული სარდლობა ამერიკული არმიის ტესტავდა დროში რა ვითარებაში, რა ესე იგი დროში ისინი შეძლებდნენ საქართველოს სამხედრო დახმარებას იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხო? ანუ ეს ასე მუშაობს, რომ ესე იგი სამხედროებს მუდმივად აქვს რაღაც ტიპის გეგმები მზად იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკოსებისგან მიიღებენ ამ ტიპის დავალებას. ჩვენთვის ეს რას ნიშნავდა გარდა იმისა, რომ ესე იგი პირდაპირ ლაპარაკია ქვეყნის ეროვნულ თავდაცვაზე, ხო? მას უპირველეს ყოვლისა ჰქონდა შეკავების მნიშვნელობა, აი დითერენს რასაც ეძახიან, ანუ შეკავება, ესე იგი ვითარება, როდესაც შენი მოწინააღმდეგე სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე დაგესხას თუ არა თავს, რომ მის კალკულაციებში ეს ცვლადი უნდა არსებობდეს, როგორც გაურკვევლობა, რომ ესე იგი მე თუ ამას გავაკეთებ, შესაძლოა ის ოპერაცია, რომელიც სწავლების დროს ჩატარდა, რეალობად იქცეს და რამდენიმე ათასი ნატოს სამხედრო აღმოჩნდეს ამ ტერიტორიაზე. ანუ მინიმუმ ორჯერ ფიქრდება, ხო, შენი მოწინააღმდეგე სანამ ამას აკეთებს. აი, სუფთა ოპერატიული, ტაქტიკური თავსებადობის გარდა, ვინაიდან ქვეყნის ეროვნული თავდაცვის საკითხი იყო, ხო, ანუ საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვითი ომის წარმოების საკითხები იტესტებოდა, აქ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იზრდებოდა ისეთ შესაძლებლობებიც, როგორც არის მაგალითად რკინიგზის გამტარუნარიანობა. ხო, აი თითქოს უცნაურია და მაგალითად პორტებში კონკრეტული ტექნიკის, ჯავშანი ტექნიკის თუ სხვა ტიპის მიღების, შემდგომ მათი რკინიგზის იმაზე პლატფორმებზე დატვირთვის და იქიდან თბილისამდე ტრანსპორტირების შესაძლებლობები. ანუ ეს გარდა იმისა, რომ მრავალეროვნული არის, ასევე მრავალკომპონენტი არის და იტესტება მთელი ლოჯისტიკა როგორ იმუშავებს. სრულიად ცალსახაა, ლოგისტიკური კომპონენტი არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ სწავლების და ჩვენი მხრიდანაც უწყებად შორისი იყო ხოლმე ყოველთვის. პასუხი გასაგებია, რომ თავდაცვის სამინისტრო იყო მთავარი მასპინძელი, მაგრამ სწავლების ორგანიზებაში ჩართული იყო ხშირად, არ ვიცი, ეკონომიკის სამინისტრო, დიდი სიპები კონკრეტული, პორტები, საქართველოს რკინიგზა. აი მაგალითად ამ სწავლებებმა გამოავლინა თავის დროზე ის, რომ საბჭოთა პლატფორმები, რომელიც ვაზიანში შედიოდა, ხო და ვაზიანი სხვათა შორის როგორც სამხედრო ბაზა, ამიტომაც არის უნიკალური, რომ მას უერთდება როგორც სახმელეთო გზა, ესე იგი სატრანსპორტო, ისე რკინიგზა და ისე აქვს საშუალება, რომ განვითარდეს იქ სამხედრო აეროპორტი და რაც თავარია ასაფრენ-დასაფრენი ზოლი პირველ რიგში და ესე იგი საბჭოთა პლატფორმებიდან თვით საკუთარი სვლით ვერ ახერხებდა ამ დასავლური შალგიანი ტექნიკა ჩამოცვლას რა და საჭირო იყო ამ წედა, რომელიც საკმაოდ ძვირია და რაც თავარია დროში იწელებოდა და
ამ არაფერი დიდი ცვლილება არ ჭირდებოდა, პლატფორმები კონკრეტულ მონაკვეთებში გადაკეთდა და აი ესე იგი მატარებელზე დატვირთული ტექნიკა შეუძლია რომ ვაზიანში საკუთარი სულით ჩამოვიდეს იმიდან რა თქმა უნდა. მოკლედ რო შევაჯამოთ იყო ძალიან ბევრი სიკეთი ამ წვდებიდან, თუმცა სამწუხაროდ თუ მეხსიერება არ მღალატობს 2 ან 3 წლის წინ ისინი შეწყდა, პირველი იყო ნობელ პარტნიორი რომელიც შეწყდა, ამას მიყვა ეჟელ სპირიტიც და პრინციპში დღეს ამ პაუზის შემდეგ აღდგა რაც ნებისმიერ შემთხვევაში შემთთვის მისასალმებელია, თუნდაც დღეს რეჟიმის წარმომადგენლები გახსნის ცერემონიაზე მისულიყვენ და ამით რაღაცა ქულების დაწერა შეეცადნენ, ხო, რაც არ გააკეთეს შემდეგ გასაკვირად. ესეც ფასი იქნებოდა, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ღირს. თუმცა ის სურათი რაც დღეს შეიქმნა, როცა ეს მრავალეროვნული სწავლება გაიხსნა და პარალელურად რეჟიმი მთელი თავისი ასე ვთქვათ ვერტიკალით რასაც თავს ეძახიან, პრემიერი, პრეზიდენტი შეკრებილები იყვნენ და კალათბურთელებს აჯილდოებდნენ, თავისთავად კალათბურთელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე მგონი რაღაცა კონტექსტ ქმნის და როგორ შეაფასებ ამას, საერთოდ რატო არ მივიდნენ? უბრალოდ იმისთვის არსებითად არ ცვლის არაფერს, მაგრამ სიზუსტისთვის ოფიციალურად ეჯაილ სპირიტი არ გაუუქმებიათ, მაგრამ აღარ დაიგეგმა და თუმცა ნობელ პარტნიორი გვახსოვს რომ ესე იგი დაგეგმილი იყო ამ სწავლების ჩატარება და მაშინ გაუქმდა და გადაიდო გაურკვეველი ვადით. აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენ სულისკვეთებას, მეც მზად ვიყავი რომ რაღაცა ტიპის პოლიტიკური ქულების ჩაწერისთვისაც რომ გამოეყენებინა ეს ხელისუფლებას. ამას მაინც მივიღებდი და მე მერჩინო საზოგადოებისთვის ჩვენ აგვეხსნა რა სინამდვილეში რაშია საქმე. სინამდვილეში რომ ამას როგორ უყურებენ ამერიკელები. ამერიკელებისთვის ეს არის ტექნიკური თანამშრომლობის დონე. ამ შემთხვევაში სამხედროებს შორის. და ტექნიკური თანამშრომლობა სხვა სფეროებშიც გრძელდება, თქვათ იგივე ევროკავშირიც აგრძელებს ტექნიკურ თანამშრომლობას, მაგრამ არა პოლიტიკურ და დიპლომატიურ თანამშრომლობას, ხო? ჩვენ დასავლელი პარტნიორების დიდი ნაწილი ასე იქცევა. ამდენად თავისთავად ეს სწავლებაც ამერიკელებისთვის აქ არის ერთი მხრივ არ არღვევენ მოკლედ იმ ფორმულას, რომელიც ნაპოვნია საქართველოსთან ურთიერთობის ამ ეტაპზე და მეორე მხრივ აგრძელებენ იმ საკუთარი ეროვნული ინტერესების რეალიზებისთვის გარკვეული კაპიტალის, ესე იგი კაპიტალზე შექმნილ კაპიტალზე რა ქვია მაგას აგრძელებენ თანამშრომლობას, რომელიც არის ორმხრივი. ორმხრივი და ანუ იცით როგორ რაღაცა ისრაელში წლების მანძილზე ინვესტიცია გაქვს ჩადებული და ამ შემთხვევაში ლაპარაკია საქართველოს თავდაცვალები და ქართული ოფიცრები, ხო? ასე უბრალოდ რეგიონიდან არავინ არ დგება და გადის განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აზია-წყნარი ოკეანის თეატრი იქნება წამყვანი უახლოესი ალბათ დეკადის განმავლობაში. ევროპული თეატრიდან ის ბოლომდე არ გასულა, შავი ზღვა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პერიმეტრად მათთვის, მინიმუმ ეს რა ქვია მაგას ცენტრალური აზიის რესურსები და შუა კორიდორი, რომლის ყელი და საბოლოო ჩამკეტი არის საქართველოს, ამ აზრით საქართველოს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი და ისინი ცდილობენ რომ აქ ძელვადიანი ყოფნის რაღაც რესურსები შეინარჩუნონ. რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სწორი ჩვენთვის, ჩემი აზრით, იმ ადამიანებს, რომელსაც არ მოგწონს ხელისუფლება, მაგრამ გვინდა ეს ქვეყანა იყოს დასავლური, არის ამავდროულად შესაძლებლობა, იმიტომ რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ჩვენი პარტნიორები სრულად ქვეყნის მიმართ ზურგით დადგებიან, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო აღმოჩნდებით არა მხოლოდ ამ რეჟიმთან, არამედ ამ რეჟიმის თავარ მხარდამჭერთან, ხო და გამაძლიერებათა რუსეთის ფედერაციას. რეჟიმს რო დაუბრუნდეთ, როგორ ახსნეთ მის ქცევას? სანამ პასუხს გაიგებთ, გამოიწერეთ არხი თუ გამოწერილი არ გაქვთ, დალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. როგორ ახსნით რეჟიმის ქცევას? რეჟიმთან დაკავშირებით ორი ტიპის კითხვა იყო, გახსოვთ, ანუ ჩვენს ყველამ დასვა ეს კითხვა. ერთი ის, რომ თავისთავად ის რომ რეჟიმი რუსულია, როგორ მოხდა რომ აი ამ ტიპის სწავლება დაუშვა, ხო? აქ უნდა გვესმოდეს მინიმუმ ორი რამ. ერთი ის რომ თავისთავად ეს სწავლება გუშინ არ დაგეგმილა და დღეს არ დაწყებულა. საშუალოდ წელიწადნახევარი, 2 წელიწადია ხოლმე დაგეგმვის ჰორიზონტი გადაწყვეტილებიდან. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაშინ ჩვენ არ ვიცით რა გათვლებს აკეთებდა საქართველოს საქართველოს ხელისუფლება, როცა ამას აკეთებდა.
თუმცა ჩვენ ვხედავთ ამ ადამიანების რაღაცა მოქმედების ფორმულა რაღაცნაირად შესწავლილი გვაქვს და ისინი ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ უშვებდნენ, ანუ მათი ავტორიტარიზმი ეფუძნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პრაგმატული თანამშრომლობის ალბათობაზე, რომელსაც თავის მხრივ აფუძნებდნენ პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულებას საგარეო პოლიტიკის კეთების მიმართ, რაც ხშირად ახასიათებენ ხოლმე როგორც ტრანზაქციონალიზმი, ხო? ანუ თითქოს პრეზიდენტი ტრამპისთვის იქნებოდა ნაკლებ მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში, სამაგერად მნიშვნელოვანი იქნებოდა მაგალითად იქნებოდა თუ არა აი ესეთი სწავლებები. მე მაქვს განცდა, რომ ამ ფორმულის ქვეშ მოიხარშა თავის დროზე ეს ამბავი. თუმცა ამ 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ვერ გათვალა მთავარი, რომ როგორც არ უნდა ტრანზაქციონალისტური გახდეს სოფლიო და ცინიკური გახდეს სოფლიო, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ისინი სიტუაციურად სადღაცას შეიძლება რომელიღაც ქვეყანაში შეეგუონ ავტორიტარიზმს, მაგრამ როდესაც ისინი ხედავენ, რომ ქვეყანაში, იმ კონკრეტულ ქვეყანაში არსებობს დემოკრატიის პოტენციალი და რესურსი და არსებობენ ადამიანები, რაც ეხლა რუსთაველზე ხდება, ხო, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის სიცოცხლის რისკის ფასად მზად არიან საკუთარი პოლიტიკური თავისუფლებები დაიცვან, ასეთ შემთხვევაში ისინი არ შედიან ტრანზაქციულ ურთიერთობებში. იმიტომ რომ მათ მოკლედ ეს ადამიანები, ვინც ეხლა რუსთაველზე დგანან, პრინციპში ამ ადამიანებმა შექმნეს ის პირობა, რომ შეუძლებელი იქნებოდა ქართული ოცნების აი ესეთი თავხედური პოლიტიკის საგარეო თვალსაზრისით მიღება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები. ეს შეიცვალა ჩვენ ამ პერიოდში ვნახეთ იგივე ელჩის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება იმ ცნობილ წერილთან დაკავშირებით. ნუ ამ ადამიანებს გარდა იმისა, რომ უბრალოდ საგარეო პოლიტიკას, საშინაო პოლიტიკას აკეთებენ ცუდად, საგარეო პოლიტიკის კეთებისთვის კლასიც არ ყოფნით, გულისხმობ ქართული ოცნება, ხო? ანუ მათ დაიჯერეს რაღაცა იმ ტიპის შეთქმულებების და აი მაგალითად ისეთი დაშვებების, რომ არ ვიცი, ამ ქვეყანაში მაგალითად დასავლურ ინვესტიციებს ჩაანაცვლებს ჩინური და თითქოს ეს ავტომატურად, მექანიკურად ასე მოხდება და მათ ბალანსირება უწევთ არა დასავლეთსა და რუსეთს, არამედ თითქოს ჩინეთსა და რუსეთს შორის. იმდენი არასწორი საგარეო პოლიტიკური გათვლა გააკეთეს, რომ არიან იმ ვითარებაში, რაშიც არიან. ამიტომ დღეს სწავლებას ესენი მიუხედავად ამ ვითარებისა სწავლებას ვეღარ ჩააგდებდნენ, რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ, იყო ეს დემონსტრაციული არ მისვლით რაღაცნაირად თითქოს ამის დაკნინება. ეს არის რასაც ზედაპირზე ვხედავთ, რატი თორე ამასობაში მუდმივად ჩდება გასაბუთებული ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ეს გადაწყვეტილებები საქართველოს ქართული ხელისუფლების ანტიდასავლურობისა უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ვერც კი აიხსნება რაღაც ტიპის პრაგმატიზმით, აი მათივე რეჟიმ სერვაივალის, რეჟიმის გადარჩენის ინტერესებიდან ნაც კი ვერ იხსნება. ამიტომ გინდა არ გინდა შემოდის ეს ცვლადი, როგორიც არის მათი რუსეთთან ურთიერთქმედების დინამიკა, იქ რა ტიპის ვალდებულებები აქვს აღებული, თვითონ რუსეთში ამათ საკითხებს რა მასშტაბის, რამდენად სწორხაზოვანი ან რამდენად კრეატიული ხალხი კურირებს და ასე შემდეგ, ხო? ეს ამას სამწუხაროდ დღეს როგორც კეთილსინდისიერი ანალიტიკოსები მხოლოდ ვარაუდობთ ჩვენ, მაგრამ მეორე მხრივ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვაქვს ეს განცდა სერიოზულად, რომ კი ბევრი რაღაცა რუსეთში თან ხდება. თუ კი იმას გაგიჩნდათ კითხვა, რატო შევხვდით ერთმანეთს რუსთაველზე, მათ შორის აი ეს იყო, რაც გიორგიმ ახსნა, რომ რუსთაველის გამზირზე მდგომი ხალხი არანაკლებ საქმეს აკეთებს ამ ქვეყნის მომავლისთვის და ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენისთვის და ამიტომ ეს პროტესტი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის. როგორ ფიქრობ, რამდენად აი ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად არის შანსი, რომ ნობელ პარტნიორიც აღდგეს? ეს დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე, რომლის ახლა წინასწარ განჭრეტა რთულია. ფაქტია, რომ ამერიკული საგარეო პოლიტიკა ძნელად ყალიბდება რაღაც კონკრეტულ ამათ ქვეყანასთან კონკრეტული ჩარჩო მიდგომები, ხო, ფორმულები,
მაგრამ მე ძნელად იცვლება და მე მგონია რომ ეს ფორმულა გამოკვეთილი აქვს უკვე ამერიკელებს, რაც გულისხმობს იმას, რომ შეინარჩუნონ ტექნიკური თანამშრომლობა და არა პოლიტიკური და შეინარჩუნონ უპირველეს ყოვლისა მათი აზრით ყველაზე უფრო დასავლურ ინსტიტუტთან, როგორც არის საქართველოს თავდაცვის ძალები და ამას მათ შორის ხელს უწყობს არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო თუ თავდაცვის ძალები, არა როგორც ესე იგი რაღაცა პროდასავლური ინსტიტუტი, არამედ ის ფაქტიც, რომ მადლობა ღმერთს ქართული ავტორიტარიზმი, განსხვავებით ბევრი, არ ვიცი, სამხრეთ ამერიკული თუ აფრიკული ავტორიტარიზმისგან არ ეფუძნება ოფიცერთა, სამხედრო ოფიცერთა როლს, ხო? ამიტომ ვინაიდან ეს ადამიანები ყოველდღიურად და მნიშვნელოვანწილად არ არიან ჩართულნი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაში, ეს რა თქმა უნდა ამერიკელებს ხელს უხსნით და მორალურ რაღაც წნეხებს უთავისუფლებთ, რომ ითანამშრომლონ სწორედ თავდაცვის ძალებთან და მაგალითად არა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე დანაყოფთან, რომელსაც ასევე წლების მანძილზე ეხმარებოდნენ ამერიკელები. ძალიან მოკლედ მოგიყვებით რა ტიპის წვრთნა არის სეჯალ სპირიტი, ის ორ ქვეყანაში ტარდება, თურქეთში და საქართველოში, არის მრავალეროვნული, ასე ვთქვათ, მრავალკომპონენტიანი და ერთი ესეთი შეიძლება უნიშნელო იმისთვის დეტალი, მაგრამ ამ წვრთნებში მათ შორის მონაწილეობენ უკრაინელებიც და ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. მე ასევე გეტყვით, რომ კითხვები მაქვს გაგზავნილი უკაცრავად როგორც თავდაცვის სამინისტროში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ამ წვრთნებთან დაკავშირებით და თუ ამ კითხვებზე პასუხები გამწეს კიდევ ერთ დამატებით ეპიზოდს ჩავწერ, იმის ახსახსნელად თუ როგორ მოხდა, როგორ აღდგა საერთოდ და როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. დღეისთვის პრინციპში თუ კი რაიმეს დამატება არ გინდა, შეგვიძლია დავემშვიდობოთ მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის და წარმატებები ამ ხალხს და აბსოლუტურად სწორი ფორმულირება იყო, რომ ის რაც რუსთაველზე ხდება, ეს წვეთს არსებითად ამ ქვეყნის მომავალს და მათ შორის ამ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფასაც და არა ის რასაც ოცნება ესე რაღაცა სრულ ნარატივებით გთავაზობს, რომ თითქოს ისინი არიან რაიმე ტიპის სტაბილურობის გარანტი. და ეს სწავლებაც წვრთნები სხვათა შორის არის სწორედ არა კონფრონტაციის, არამედ გრძელვადიანი მშვიდობის და ნამდვილი პოზიტიური მშვიდობის და ქვეყნის ნამდვილი სუვერენიტეტის, არა რუსეთზე მისი ჩამოკიდების, არამედ მართლა თავისუფალი საშინაო და საგარეო პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტია. მადლობა რომ გვიყურეთ. შეგახსენებთ რომ თუ არხი გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო და გააშერეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ნახვამდის. მადლობა.